სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და მათ მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებს ამოწმებს. სახელმწიფო კონტროლი ტარდება როგორც საცხობებში, ასევე მიმდებარე მარკეტებში, რომელთა მომხმარებლები ხშირად მოსწავლეები არიან. სააგენტოს ინსპექტორები ამოწმებენ ობიექტების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის განთავსებისა და რეალიზაციის პირობებს, ვადებსა და სურსათის უვნებლობის სხვა მოთხოვნებს. წელს ჩატარებულია 6000 სახელმწიფო კონტროლი, გამოვლინდა 173 სამართალ დარღვევა, რომელთა შორის ჭარბობს ვადაგასული სურსათის რეალიზაციის, ეტიკეტირების წესის დარღვევისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები. სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურად ახორციელებს სხვადასხვა პროფილის ბიზნეს ოპერატორების სახელმწიფო კონტროლს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სკოლასთან მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სწრაფი კვების ობიექტები იქნება ეს თუ საცხობები. არა მარტო ბავშვები, დიდებიც ვიკვებებით გარეთ, ხო? უფრო ჯანსაღი საკვები იქნება, მით უკეთესია, მით უმეტეს აგერ სკოლა არის, გარშემო საცხობებია, სხვადასხვა პროდუქცია მზადდება და თუ ხშირი შემოწმება იქნება, კაი იქნება, რომ ყველანაირად დაზღვეული იყოს ბავშვები. სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს პროდუქტებს, რომ ბავშვებმა მიირთვან ჯანსაღი პროდუქტი. ალბათ ყველა მშობელიც კმაყოფილი არის. არ აქვს ის პრობლემა, რომ რომელიმე ბავშვი არ მოწამლულიყო ან რამე.